მოგესალმებით, მეგახლავართ გიორგი დარასილია და მინდა აუცილებლად მოვითხო უცხოეთში მყოფი ქართველი პატიმრები მინდა მოვიკითხო და ის ვინც განსასწრებში ხართ, ვინც პრობლემის ქვეშ ხართ, ყველას ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ და დღევანდელი ჩემი სტუმარი გახლავთ მამა დავითი, რომელიც ძალიან გვახარებს ხოლმე, დიდ მადლობას მოგახსენეთ მამა მობრძანებისათვის დაგლოცეთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, აგავსოთ სულიწმინდის მადლით, ჩვენ აგერ მარხვის ნახევარი გავიარეთ. ანუ 40 დღის ნახევარი გვაგავლილი და მე ერთი კვირა კიდე ეს ზეციური იერუსალიმში ქრისტეს თანამყოფობა გვაქვს და ჩვენი სული ხარობს და ვართ ბედნიერები და მე მინდა გიორგი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და ჩვენს ტელემაყურებელს მივმართო რომ უზომო დიდი სიხარული მოეფინება კაცობრიობას დიდი მარხვის განმავლობაში განსაკუთრებით. პირველ ყოვლისა იმიტომ რომ მემზადებით უდიდესი დღესასწაულის შესახვედრად ეს არის აღდგომის წინვალე დღესასწაული სული ზეიმი რომელსაც აუცილებლად ჭირდება მომზადება ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებით, ჩვენი მსახურებით, ჩვენი ეკლესიურობით, სიკეთისკეთებით და აი ულევი სიხარული, აი მთელი წელი რომ უნდა გაყვეს ის მადლი და სიხარული მოეფინება ყოველ ჩვენთაგანს და ჩემი თხოვნა არის გიორგი თქვენ იცით რაღაც საოცრად კარგად ხო ახსნა ადამიანი არავინ არ დარჩეთ ჩემო საყვარელო, არავინ არ დარჩეთ ამ სიხარულის გარეშე. აი რო წარმოვიდგინოთ გიორგი როგორი ვცდილობთ ჩვენ ადამიანები 21 საუკუნეში დღეს რომ სისუფთავეს მივაქციოთ ყურადღება აი წარმოვიდგინე რომ სულ ყოველთა ის სველი სალფეთკიც გამოიგონეს როგორი ესე ნობელის პრემია უნდა მიცე რამდენად ის არის ხო მოგზაურობის დროს ცეცხლებს გაისუფთავებ რადგანაც ბაქტერიებია ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობას დაკავშირებით და აი წარმოვიდგინე აი სულს რო არის სუფთავებ და აი წარმოიდგინე რომ ესეთ რამეს ამბობ რომ არასოდეს არ მithქვამს ახსარება ეს ხომ სულის გასუფთავება არის ახსარებით და ღმერთი ამას ითხოვს სხვას არაფერს ჩვენგან ხსარებას ანუ აღიარო შენი უძლურება აი ეგ არის ავაზაკის გზა სინანული სულის ხონება აღიარე რომელმან ბრძანე სინანულით ცოდულთა ცხოვრება კაცო გასაგებია რომ დაისვარე გასაგებია რომ დაჭუჭყიანდი აბა ამ სამყაროში როგორ იქნებოდი ისე როგორ შეიძლება ამ სამყაროში დილიდან საღამომდე საპონი არ იხმარო დღის განმავლობაში მრავალგზის ხო აი ასევე როგორ შეიძლება რომ ადამიანი არ იყო მიდრეკილი სულის გასუფთავებისაკენ და მორწმუნე ნაწილი ამას სულ აკეთებს აი აქ არის ესე ვთქვათ როგორ არის ჩვენ უნდა დავინახოთ რომ იმ ნაწილში რასაც ქვია ღვთისმსახურებითი ნაწილი შეიძლება შენ სიკეთეში ჯობდე კაცო ვიღაცას მაგრამ აქ იდგა ცუდად საქმე მარტო ერთი მიმართულებით კი არ უნდა იარო სისავსეა ეკლესიური ცხოვრება და ეს პირველ ყოვლისა არის სინანული ცხონდება მართლმადიდებელი ქრისტიანი და ისიც ღმერთმა უნდა აცხონოს მონანული ადამიანი ღვთის ხელში ვარ და აი ეს ჟამია დამდგარი ჰეუფალო და მეუფეო მომანიჭე მე განცდა ითვის და ცოდვათა და განკითხვა ძმისა ჩემისა და აი ეს უზომო დიდი სიხარულია გიორგი ეკლესიურობა ხო აი მე ესე შთამბეჭდავად მაქვს ეს ყოველ წუთას მღვდლის ოლარის ქვეშ ახსარებას რო ვიტყვი და რო აი მღვდელი წამიკითხავს შენდობის ლოცვას აი რაღაცა ესე იგი აი ესეთი განცდა მაქვს რომ ვერ სუნთქავდი და ჰაერი გამეხსნა აი ვიყავი ვთქვათ 1 წლის დაუბანელი ბოდიშით და ესე გავსუფთავდი რა და ორგანიზმმა დაიწყო სიცოცხლე რა ესეთი დიდი სიხარულია დიდი ბედნიერება მე ხშირად მესმის ჩვენი ძმებისგან ეხა ჩვენით მაინც უნდა ვაღიაროთ ჩვენი უძლურება რო ვაღიაროთ ეხა შეიძლება მოძღვარი ვიღაცას არ ყავს მაგრამ დაიწყოს ის რომ აი სიტყვაზე აღიაროს რომ რაღაცა ცოდვის დანახვა ძალიან კარგია შენ თავში იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე მამაო რომ შენ თავში როცა აღმოაჩენ რაღაც ისეთ ცოდვას რაც შემდგომ ვიღაცასაც გააჩნია ხო აღარ განიკითხავ მამაო აი თუ შეიძლება მაგისთვისაც კარგი არის რა აი რო ხედავ რომ ეს შენაირი მაგალითად ვიღაცა არის სხვა ხო ამ შემთხვევაში მამა აი როგორ დავინახოთ ეს მამა ხშირი შემთხვევა არის ხოლმე კიდე პირიქით რომ ჩვენებს იმიტომ არ ხედავთ რომ სუსხვისას ხედავთ აი როგორ დავიწყოთ მამა არა განკითხვა ძმისა ჩემისა რა აი ჩვენი ცოდვების ის როგორ დავიწყოთ ამას წინ მომიწია მეგობართან მისვლა რაღაცა უნდა ჩემი სულიერ დახმარება უნდა გამეწია და იქ იყო სავარჯიშო აი ფიტნეს კლუბი იყო და ცოტა ხანი მომიწია სანამ კარი გააღეს სანამ ისე რაღაცა დრო დაჭირდა ამას და ვხედავდი ფიტნეს კლუბში მოვარჯიშე ადამიანებს და მათ სახეებს ვინც გამოდიოდნენ და ესე იგი ეს ადამიანები იყვნენ საკუთარი თავი დაკავებულები
მე რომ უყურებდი მათ, ისინი არ იყურებოდნენ არც გვერდზე ვინ რას აკეთებდა, ეგ არ აინტერესებდა. ისინი იყვნენ საკუთარი მონაცემების გაუმჯობესებით დაკავებული. ისე საინტერესო. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი თავი დაკავებული. მე ტაძარში მოვედი გიორგი. იმიტომ კი არა რომ ის განკითხვა ვისწავლო. განკითხვა რა თქმა კაცო, განკითხვა დამღუპავს რა. მე ჩემი თავი უნდა გავაუმჯობესო და ჩვენი ცხოვრება არის ბრძოლის ველი. ეს ერთგვარი საწვრთნელი, ესე იგი, სავარჯიშო ადგილია, სადაც ჩვენ შევძლებთ, სადაც ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი მონაცემები და შესაბამისად მე ტაძარში მოვდივარ, უნდა ვცდილობდე რომ ღვთის წინაშე სწორად ვიდგე და საერთოდ დილიდან საღამომდე საკუთარი თავით უნდა ვიყო დაკავებული და საკუთარი თავის გაუმჯობესებით ვემსახურებოდე ჩემს თავს, ჩემს ოჯახს, ჩემს საზოგადოებას, რომელშიც ვმყოფი ერსდაც დედამიწას. ანუ თუ მე კეთილი მოქალაქე ვიქნები, ეს აისახება ყველაფერში დადებითად, იმიტომ რომ გადამდებიათ კეთილი ქმედებანი, ხო? აი ამით უნდა ვიყო მე დაკავებული და რაში ღმერთი და სხვაზე ლაპარაკი რა არის? მსაჯულობა. მსაჯულობა ღმერთი ამბობს, ნუსჯიო, მე განსჯიო. შენო საკუთარ თავს მიხედეო, მკურნალო თავი განიკურნიო, რას ახედავო? ისას ბეწო შენი ძმის თვალშიო და მორიგიდებს თვალში და იმას არ განიცდიო. ორგულო, ჯერ ამოიღე მორი შენი თვალიდანო და მე შეძლებ რომ ძმას თვალიდან ის ბეწვის ამოღებაში დაეხმარო, იმიტომ რომ ეს გზა გეცოდინებაო უკვე შენო და შესაბამისად ასე არის რომ ნამდვილად აი დილიდან საღამომდე ჩემი თავით უნდა ვიყო დაკავებული და ძალიან ტკბილი და მარტივია და სიხარულით სავსეა ეს ქრისტიანული ცხოვრება, რადგანაც ჩვენ ვართ იქ, სადაც ღმერთი თავისი მადლმოსილებით იმყოფება, სადაც ღვთის ანგელოზები, ღვთის მოციქულები იმყოფებიან, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ბრძანდება და ყველაზე დიდი რამ ხდება დედამიწაზე, ზიარება ხდება. ესე ამბობს მაცხოვარი, რომ მიიღეთ ეს სიტყვა რას ნიშნავს? ესე იგი, გამომართვიო. გაწვდის, ანუ ცხონებას გაწვდის და გეუბნება გამომართვიო. და ესე იგი, როგორ ამბობთ ღმერთმა თავის თავი მოკლა შემოგთავაზა. და აიყვანა ადამიანი იმ მომეცამე ყოველი ხელმწიფება ცათაშინა და ქვეყანაზე და ეს ხელმწიფება ადამიანს მიეცა, თორე ღმერთს ისედაც ქონდა რა ღმერთს არ უნდა მოცემოდა, ხო? განკაცებული ღმერთი ავიდა და ის ადამიანს პატივი დაუბრუნა, გვირგვინი წმინდა სამებაში არის ადამიანური ბუნება წარმოდგენილი. აი ეს პატივი დაგვიბრუნა ღმერთს, თანაღმერთობის. ხო და აი ამ სიხარულს ვეზიარებით და როგორ ვეზიარებით, როდესაც ღმერთი ნივთიერად გვაძლევს ჩვენ ამას და გვეუბნება მიიღეთ და ჭამეთ. ესე არის ხორცი ჩემი, სუთამისგან ყოველთა, ესე არის სისხლი ჩემი და რავდენსა სჭამდეთ პურსა ამას და სასმის ამას მიიღებდეთ, სიკვდილსა ჩემსა მიუთხრობდეთ და აღდგომასა ჩემსა აღიარებდეთ. ანუ სერაფიმე საროველი დიდი მამები სულ ამბობდნენ, ქრისტე აღდგა ყოველ ზიარებაზე, ჭეშმარიტად აღდგა. ეს სიხარული აღდგომისა პირდაპირ სამღვდელო, ესე იგი საიდუმლო ლოცვებში წერია და ეს მაცხოვრის სიტყვებია. აღდგომასა ჩემსა მარად აღიარებდეთ. და აი ეს მართებს ჩვენ და ჩვენ ღვთის წინაშე უნდა ვიცხოვროთ. აი ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ მრწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მყრობელიო. აი როგორ გესმითო თქვენ მამა ყოვლისა მყრობელი? რას ნიშნავს მამა ყოვლისა მყრობელი? ნიშნავს რომ ყველაფერი უყრია ხელთ და ნუ თუ არის კიდე სადღაც რაღაცა რაც ღმერთს ხელს არ უყრია, არ არის არაფერი. და ღმერთი ამბობს რომ რა თავზე რამდენი ღერი თმა გაქვს, ის მაქვსო დათვლილიო და ჩემინების გარეშე თმის ღერი არ ჩამოგივარდებაო. ეს რას ნიშნავს? ესე იგი მე ვიმყოფები სამყაროში, რომელშიაც მე მუდამ მიყურებს ღმერთი. და ჩემი შემაწუხებელი იქნება, დამამცირებელი იქნება, თუ ვინ იქნება, თუ რაც მექნება მე ჩემს გარშემო, ხდება ჩემი სულის წრთობისთვის.
აი ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ჩვენ განვითარდეთ. ჯერ ეს ერთი იმიტომ ხდება, რომ სადღაც მეც ვიღაცას ვეუხეში. და როგორ არ ვეუხეში, კაცო? აბა გაიხსენე ბაღის ასაკიდან, როცა გონიერება მოგეცა, რამდენჯერ მაგ კაცო დაშავებული ადამიანის მიმართ. უამრავჯერ რა. სხვადასხვა მაგაზე ფიქრობ, ეხა გზაშიო. მე გული მწყდება ხოლმე. არა და ადამიანი ზოგი არის, რომ არ მოგცემს. გახსენებაც კი მზარავს რა, იმდენად ძნელია რა. არ მოგცემს, რომ რაღაცა, აი როგორ იცი უნდა დაუმტკიცო შენი ძალა, რომ გაჩერდეს რა. და ანუ რაღაცა ხო მიხვდა, ეხა საბავშვო ბაღის მასწავლებელი როცა ხარ, უნდა რაღაცნაირად ხანდახან იმას ქნა, რომ რაღაცა არ არისო, ხო ბავშვებმა და ხან არის ხოლმე, რომ ბიწევს რა სამწუხარო ჩვენ და აი მართლა ყოველთვის გაურბივარ ხოლმე, რომ ვიღაცას რაღაცა უმტკიცო, მაგრამ არის ხოლმე რაღაც მომენტი, რომ რაღაცა რადიკალური რაღაცა ნაბიჯების გადადგმა გიწევს ისევე მათი სიყვარულიდან გამომდინარე, რომ ან გეუხეშება, ან გეუზდელება რაღაცა და ნუ რაღაცას შეაგნებინო, სიტყვაზე პასუხი. იცი როგორ დარდებ ხოლმე, მე ვეძე ბოდიში როგორ მოუხადო, აი თუ მომიწი, აი მაქსიმალურად ვაკონტროლებ, რომ ვინმე ჩემზე არ იმოქმედოს, მამო, ამ ხრივ რა. საერთოდ გატარებას ვწავლობ, ეხა უკვე ისეთ ასაკში არ ვარ, რომ არ ატარებენ და რაღაცა, მაგრამ აი ამ შემთხვევაში მამო, როგორ მოვერიო ჩვენ თავს, იმიტომ რომ ხშირად ხდება, ეხა აი ძალიან ბევრი 1000-ის ადამიანის კითხვას გისვამთ რა. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ბოროტი ცდილობს, რომ აი გამოხვიდე რა იმ წყობიდან რა, ანუ გამოხვიდე რა, შენ თავს არ გავდე, მოდი ესე ვთქვათ. რა, შენ გინდა სიმშვიდე, კაი, როდის გინდა სიტყვაზე ან ჭხუბი, ან ვინმეზე პასუხის გაცემა. საერთოდ, მაგრამ რაღაცა გიწევს რა. ხო, თუ შეიძლება მამო, აი ამ ადამიანებმა რა ქნა, ზოგი სადღაც უფროსია, ზოგი ის ხო ხდებით, აი უწევს ზალაუნებურად რაღაცა რადიკალური ზომის მიღება, იმიტომ რომ ეხა საბავშვო ბაღში რო ხარ, მამაო და სპიჩკა რო უჭირავთ ბავშვებს, ეხა ცეცხლი რო არა ანთო, ხო უნდა ცოტა ისე გააფრთხილო. აი ამ სწავლებაში, მამო, თუ შეიძლება, აი როგორ ვიყოთ, აი ღვთიური როგორ დავჭეთ ისე და ჩვენი წყობიდან როგორ არ გამოვიდე და სად არ შევიდეთ, იცი, აი დემონურში რო არ გადაიზარდოთ. ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი ეს მართლობით ის გეზდება რაღაცა ეშმაკის და ხდები ბძანებელი და რაღაცა ბოროტი უფრო ხდები, ვიდრე შენ რო გონია ხანდახან რომ სიკეთეს აკეთებ. თუ შეიძლება როგორ არ გადაგვიცდეს და თუ გადაგვიცდა, როგორ მივხვდეთ, რომ აი ეს ეშმაკისგან არის. დიახ, აი ესე იგი როგორც ტანმოვარჯიშე სპორტსმენი მას აქვს ადგილი, სადაც ის უნდა ემზადებოდეს ამისთვის და მერე უკვე გადიოდეს, ესე ვთქვათ, ასპარეზზე და აი ესევე ქრისტიანს ყველაზე დიდი საასპარეზო და მოსამზადებელი ადგილი, სადაც ვარჯიშს გადის, ეს არის მისი ოჯახი. აი იქ უნდა მოახერხოს ქრისტიანმა, რომ წვრილ მანებში ყურადღებით იყოს თავისი ოჯახების მიმართ. მე ძალიან ბევრჯერ დამეჭერია. დიახ, ძალიან ბევრჯერ აი გიორგი ჩემთავს ესე იგი იმას ვიზამ ხოლმე, რომ რაღაცა უყურადღებობას ვიჩენ ხოლმე და ბოლომდე არ ვიჩენ, ესე ვთქვათ, პატივისცემის გამოხატვის, ესე ვთქვათ, იმას არ ვაძლევ ჩემთავს, რომ ბოლომდე გამოვხატო რა. ეს არ არის სწორი. ყველაზე მეტი პატივისცემა და სახში უნდა დააფიქსირო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მოვახდინოთ აი მომზადება. რატო იცით ბატონო გიორგი, რომ ჩემო გიორგი, რომ იქ ჩვენ ვართ ყველაზე რეალურები სახში. და აქ საზოგადოებაში მე ვცდილობ, რომ რაღაცა შევიმოსო, მასკით ვიყო, მაინც რაღაცა არ გამოვაჩინო ჩემი ცუდი მხარეები. იქო რეალური ვარ რა. და თუ კი მე იქ მეუღლესთან ჩემ შვილებთან, ჩემს დედასთან, სიდედრთან, ნათესავებთან. ამას დავიჭერა რა, ამ ჩემს სწორ ურთიერთობას. მაშინ მე აბსოლუტურად უკვე ვარ გამარჯვებული, იმიტომ რომ ყველაზე დატვირთულ ადგილას, სადაც მე ყველაზე უფრო რეალური ვარ, იქ მე თუ ვიჩენ თავს, მაშინ აი სადაც მე, ესე ვთქვათ, ისეთი უცებ მდგომარეობამ რაღაცა გამოიწვიოს, მეც უკვე შემუშავებული მექნება. ამიტომ სახში არის წრთობა საჭირო. და ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სახში ოჯახის სიმტკიცეს მტერი არის პირველი მიუტევებლობა. ყველაზე დიდი მიუტევებლობა და ძვირის ხსენება. ესე იგი, ესე ძვირი კარგად გავიგოთ. ანუ წარსულში რაღაც მოხდა და გახსენე. ზლოპამიად. ესე იგი, ძვირის ხსენება, ანუ ძვირი რო გამიკეთა და იმის ხსენება. წარმოიდგინე რომ შენ მე 30 წლის
წინ რომ ასე მომექეცი და დედაშენმა ეს მითხრა და მამაშენმა არც ერთია მკვდარი, არც ერთია ცოცხალი, არც მეორე, წარმოიდგინე 30 წლის უკანდილ ამბავს ვერ ვიწყებს ადამიანი რა. ახსენებს ამას და ეს ამას ქვია ძვირის ხსენება. ეს არ შეიძლება. პირიქით, იცოდეთ მეუღლეებს მინდა უთხრა განსაკუთრებით და ბავშვებს და ესე რომ თქვენი დივიდენდი არის თქვენი სიყვარული. ყოველი თქვენი გაღებული სიმშვიდი ნათქვამი 10 მაგად დაგიბრუნდებათ ოჯახში. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ და ყველაზე ესე იგი ყველაზე სიმტკიცე ოჯახისა რა არის? სიმტკიცე თუ კი ეს არის ძვირის ხსენება, არის ყველაზე დიდი მტერი. ყველაზე დიდი სიმტკიცე ოჯახისა რა თქმა უნდა არის მიმტევებლობა და სიყვარული. აი ბავშვებს არ ჭირდებათ არაფერი მშობლებისგან, ყველაზე მეტად ჭირდებათ მშობლებს ერთმანეთი უყვარდეთ. აი ეს არის ის ღვთაებრივი ენერგიებით ივსებიან ბავშვები, როცა ხედავენ მამას და დედას უყვართ ერთმანეთი. ისინი ძალიან მტკიცენი და ფაქტიურად ისინი უკვე არიან მადლმოსილები ენერგიულად, ფიზიკურადად და სულიერად, რომ უყვარდეთ დანარჩენი კაცობრიობა რა. ქუჩაში გაშული და აი რაც თქვენ ბრძანეთ, შესაბამისად მე თუ უკვე ამ წრთობაში ვარ და როგორ არის ახლა თქვათ რაღაცით გაბრაზებული ვარ და გაბრაზებით ველაპარაკები მეუღლეს. ესე უხეშად რო თქვა, სტოპ კადრი უნდა გააკეთო, დაატრიალო უკან, დაიწყო ისევე, ოღონდ სიყვარული და ღიმილით უთხრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ღიმილით უთხრა სათქმელი. და გამოიმუშაო, ეს უნდა იწურთიდე ამას რა. ეს არის სავარჯიშო საწვრთნელი ადგილი და შესაბამისად უკვე საზოგადოებაში შენ ანალოგიურად მოიქცევი რა. აი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ კაცობრიობას, ესე იგი, მშვიდობა და საურთიერთობო ოჯახში მეუღლეებს და შვილებს შორის უნდა იყოს მშვიდობა, სიმშვიდით. პატრიარქი ამბობს ხოლმე ხშირად რომ დაბალ ტონალობაში ესაუბრეთ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს. ნუ ყვირი ხართ. ხშირად უთქვია ჩვენთვის. დაბალი ტონებით ილაპარაკეთ. ხმადაბლა ესაუბრეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ესე ემოციებს ხმადაბლა ვეღარ გამოხატავ ისეთნაირად, ცუდ ემოციებს და პირიქით დადებითი ემოციები წამოვა და შესაბამისად აი ეს არის, რასაც ჩვენ უნდა ვასწავლიდეთ ჩვენ შვილებს პატივისცემას. უაღრესად პატივისცემით უნდა იყვნენ მეუღლები ერთმანეთის მიმართ და უნდა უყვარდეთ და არა ისე რომ ესე იგი რაღაცა 10 ჯერ დაოჯახდეს ადამიანი თანამედროვე სამყარო ამბობს რომ სიგიჟე არის რომ ცოლ-ქმრის მუდმივი სიყვარული არის არასწორი კაცო. როგორ იმიტომ რომ ქრისტეს გარეშე არის ეს კაცობრიობა და ჩვენ რა ვიცით რომ დევანდელი სახარება ზუსტად ამაზეა ჯვრები არის თელ მართლმადიდებლურ სამყაროში. გამობრძანებული ახალ სტილზე ვინც არის ყველა ძველით აღნიშნავს აღდგომას, მადლობა უფალს და ყველგან არის ჯვარი გამობრძანებული და სახარება იქნა წაკითხული, რომელსა უნებს შემდგომად ჩემ და უარყავ თავითვისი, აღიღენ ჯვარითვისი და შემომიდეგინ მე ბრძანებს მაცხვარი და აი ეს ჯვარი რაღა არის, ეს ჯვარი, აი უღელში ოჯახი ხო იკრიბება, ტაძარში იბადება ოჯახი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ტაძარი არის ადგილი სადაც ორი ხდება ერთი ქორწინება ჯვრის წერის საიდუმლოთი აღესრულება და წარმოვიდგინოთ რომ ჯვარი იწერება და აი ხარის უღელი ხო გვინახია აი ესეა და ორივეს აქვს უღელი რომელშიც უნდა ჩავიდეს ოღონდ ერთი არის უხეში უღელი მეორე არის მოკრძალებული და შესაბამისად ესე იგი ხარკამეჩიო რო იტყვიან აი ესენი შებდიან ამ უღელში ხო და აი ეს არის მეუღლეობა და ჯვარი აი თუ უღელს დავაკვირდები ეს სრული ჯვარი არის ეს ჯვარი არის გადებული ნამდვილად და აი ეს უღელი მიაქვს და იმაზე რა ქვია შესაბამისად შვილები ზიან იმაზე ურემზე და შვილებს ეზიდებიან. მერე შვილებიც ეხმარებიან და მერე ისინი თავიანთ უღელს იღებენ და აი ესე ხდება და უკვე ადამიანი რომელიც აი ესეთი ესე იგი სიმტკიცით ცხოვრობს და მისი დაბადების ადგილი არა ვიწყდება, სად შეიქმნა ოჯახი ჯვრის წერის დროს და ენერგიებს ოჯახის განმამტკიცებელი არის მუდმივ საიდუმლოებებში ყოფნა, როგორიც არის ზიარება, ახსარება, აი შვიდი ზეთისხმებები სრულდება
სინანული ეს არის რაც განამტკიცებს ოჯახს და მადლს ახალ ენერგიებს აძლევს ადამიანს და ჩვენ რას ვღებულობთ ყველაზე დიდი რაც არის ჩვენი ეკლესიური ცხოვრების დროს და რაც ჩვენ არ ქონდა ეს არის ენერგია ღვთაებრივი რომელიც ჩვენ ლოცვის შედეგად ღვთისმსახურების შედეგად რაც უფრო მეც ლოცულობ გეძლევა ძალა ღვთისაგან მეტი გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს ადამიანი და უკვე გიორგი აი ამ ენერგიებს რო ღებულობ იმაზე დიდი სიხარული ვინემ აი ეს ენერგია სხვას გაუზიარო ღვთისა და მოყვასის სიყვარულის არ არსებობს ამას დიდი სიხარული ქრისტიანობა ეგ არის რომ შენ უკვე ქადაგებ და სიყვარულით ეპყრობი ყველას და იმას შენ გიჭირს კი არა ყველას იქით ეხმარები რა ადამიანს აი ეს არის ქრისტიანობა ქრისტეს მადლმოსილება მადლის გარეშე ყოფნა არის ცოდვა და მძიმე ადამიანისათვის საწყალი მაშინ არის ადამიანი თორე მადლში თუ არის ადამიანი მამა გაბრიელი აბა როგორ იყო რა ესე ვთქვათ ღარიბი იყო ფინანსურად მაღაზი მდიდარი არავინ არ იყო და არც არავინ არის და არც არავინ იქნება ხო აი ესეთი დიდი იყო იმიტომ რომ მან ყველაზე მეტი მოითმინა 15 წელი სახში ერეძინა საფლავებზე იყო დევნიდნენ დაწვა მარტვილობა დაითმინა დაწვა კერპი ხო როგორც წმინდა გიორგიმ შემუსრა დიოკლეტიანეს დროს ისე შემუსრა ეს დემონი ხო კერპი და თქვა რომ ღმერთს ეკუთვნის დიდებაო და იმდენი განსასწრელი დაითმინა ამამან და მე ეს მადლი რომ მიეცა ეს რომ დაემალა კაცობრიობისაგან სალოსობდა ეს იმიტომ რომ შერაცხავდნენ აი 5 რიგი დადგებოდა სამთავროს მონასტრამდე იმიდან ამერიკის საელჩოდან წარმოიდგინე იმდენი ხალხი ამ დიდებას გაურბოდა და ღმერთშემოსილი მამა იყო უკვე სიცოცხლეში და ესე იგი თავს მალავდა სალოსობით და ისულელებდა თავს რომ ადამიანებს ესე ვთქვათ ადამიანთა დიდებისაგან ესე იგი გაქცეულიყო რა ის უკვე იყო აი სიმდაბლის მწვერვალზე იყო ასული და ღმერთს მიმსგავსებული იყო და აი ჩვენ ნაბიჯ ვართ რა ტაძარში ჩვენს პატრონს ვინც არის ღმერთი მას უნდა დავემსგავსოთ მას უნდა მივემსგავსოთ ყველანაირად და ის სიხარული რომელიც არის ღმერთთან ყოფნისა ყოველდღიურობაში უნდა გქონდეს რა იმიტომ რომ მარადის გიხარობდნენ მოუკლებელად ილოცებდით და ყოველ საშინავ მადლობდით ამბობს მოწვეული სულ და რას ნიშნავს გიორგი მარადის გიხარობდნენ აი იქ ვიღაცამ შემაწუხა იქ ვიღაცა ასე მომექცა ისე მომექცა არ დამაფასა იმას მიქნა ეშმაკი ცდილობს 24 საათი ის გაგახსენოს სულ დაიძინებ ის გახსოვს, გაიღვიძებ ის გახსოვს, კაც გამარჯვებას ეუბნები, თვალწინ გიხსენებს, ყურში გესმის იმის ხმა. აი ესე იგი, რო ეს აკვიადებული აზრები ეს დემონისაგანაა, უნდა ვიცოდეთ ჩვენ და ნახე რას ამბობს მოციქული, მარადის გიხაროდენო, სულ გახსოვდეს რომ შენ ხარ ქრისტიანი, სულ გახსოვდეს რომ შენ მარადისობისთვის ხარ დაბადებული, ანგელოზად ხარ დაბადებული, ყველა ადამიანი ზეციური არსებაა. ჩვენ არა ვართ ამ ქვეყნიური არსებანი. ჩვენ ვართ როგორც ამბობს მაცხვარი, ვითარცა ანგელოზნი არიანო ცათაშინაო და ადამიანებზე ამბობს, ხო? იქ როგორ არისო? ინქორწინებიან და განქორწინები არაო, მაცხვარი ამბობს. როგორც ანგელოზნი არიანო ცათაშინაო და აი ეს პატივი, ეს დიდება გვებოძა ადამიანებს და ეს ამ პატივით, ამ სიხარულით უნდა ვიყოთ სავსენი და ჩვენი პირველი გზა არის სინანული. აღსარება. თუ კი მე აი ახლა დღეში 10 ჯერ საპუნით გამიბან თავს ამ ტანსაცმელს გავრეცხავ ესე იგი 1000 საშუალება კაცო ეს სული 10 ჯერ უფრო მეტი მისაღები როგორ მეუნები რომ მე ისევ ცხოვრობ ეს იგივეა ისევ გეუნები რომ შენ ესე იგი მეუნები რომ საპუნი არ გიხმარი არასდროს როგორ ახარ დამძიმებული ხარ შვილო სული საერთოდ აღარა გაქვს ეგ სული რა დაჭრილული გაქვს მთლიანად გამიგე აი ამიტომ უნდა შენ აუცილებლად თქვა აღსარება ენერგიები არ მაქვს სიხარული არ მაქვს მამაო არაფერი არ მახარებს მავციკული გეუნება მარადის გიხაროდენო სულ გახარებული უნდა იყოს ქრისტიანი და ქრისტიანები ამით გამოირჩევით რომ სულ ღიმილია ქრისტიანს სახეზე ხო და მარადის წუხარე იყვენით ეგ არის ზუსტად რომ ცოდვათა გამო ცოდვა ჩემ წინაშე ჩემს არს მარადის რასაც სიხარული მოაქვს ჭეშმარიტად ადამიანში იმიტომ რომ ღმერთი ახარებს კაცის გულს ხო აი ეს არის ის გზა და მადლობა უფალ ღმერთს რომ ჩვენ ეს გვაქვს და ამ სიხარულით ვიზრდებით ამ სიხარულით შვილებს ვდით ამ შვილებს ეს ჭირდება ჩვენი სითბო ჭირდება ჩვენი სიხარული ჭირდება ბავშვებს მოფერება უნდა იმით რომ დედმამა უნდა ყავდეთ გვერდში
აი ეს უნდა ვიცოდნენ ჩვენმა ესე იგი მშობლებმა ჩვენ შვილებს ვერაფერი ვერ შეუძლის ძიძა ვერ შეუცვლის იმას რა ქვია ხდება ხო რაღაც გამონაკლისი მაგრამ აი მანდარი ზუსტად უკვე ბაბუა ბებია რომ უნდა ყავდეს სამსახური ყველა მშობელს აქვს ხო აი კარგი არის თითქოს გაურვივართ მშობლების თაობების ერთად ყოფნას მაგრამ მე რეალურად რომ დაგჭირდება მე უკვე ძიძა ბაბუა და ბებია არჯობია ძიძას რომ ყავდეს სახში და ეს ვისაც შეგნებული აქვს იქ ყველაფერი არის მოწესრიგებული რა თქმა უნდა და იმ ბავშვს გამოყვანა უნდა ბიყვანა უნდა წრეებზე მისვლა უნდა დალაპარაკება უნდა კლასელს რაღაცა ყურადღების მიქცევა უნდა ვინ როგორ ელაპარაკება არ დაიჩაგროს ბავშვი ეს ესეა რა ქვია ხოდა ამიტომ ეს ყურადღება ჭირდება შვილს ყურადღება ჭირდება მისვლა უნდა ყურადღების მიქცევა უნდა და უნდა ვეცადოთ რომ მოვეფეროთ ჩვენ შვილებს ახლა გუშინ კიდე ის იყო მინდა თქვა გიორგი რა იმაზე ვიყავი ფეხბურთის თამაშზე და ძალიან ესე იგი დიდი ამბავი გააკეთეს ჩვენმა სპორტსმენებმა და ნუ აი დისციპლინირებულობა ეს ჯანმრთელი ცხოვრების წესი იცი რომ აი მაგენ ისინი ხდებიან ჩვენი ბავშვების ფიზიკურად ამზდელები ფაქტიურად და რამდენს იმედი ჩაუსახეს ჩვენ შვილებს რომ ბრძოლა შრომაც აქვს ძალიან დიდი ძალა და რამდენად რომ აი იქიდან პირველი საფეხურიდან სადავიდნენ ბიჭები და უცხოეთში თამაშობენ მაგათ ვენაცვალეთ და ისა და მაგრამ იქ მოხდა რაღაცა გარკვეული ჯგუფი ბავშვებისა რომელიც არ ვიცი ბიზანმიმართულად იყო თუ როგორ იყო კაცო სომხეთში ესე დიდებულად დააქვთნენ გენაცვალეთ ქართველებო ამ იმაზე მონიტორზე ეწერა ჩვენ როდის იყო რომ წაგებულ ადამიანს დავცინოდით რა როდის იყო ქართველი რომ ესე იგი სტუმრად მოსულ ადამიანს სახში მივიპატიჟებდით კაცო იმას რა ქვია თამაშის მერე და წაგებული გუნდი დაგვიპატიჟებია და პატივი გვიცია ეს არის საქართველო და ეს რაც გააკეთეს ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია თან როგორი ბავშვები იცი 12 13 14 წლის ბავშვები ხო და იქ ერთი მშობელი გავაჩერე ის მშობელი წინ მირბოდა ეს ბავშვები მშობელი კი არა შეიძლება პედაგოგი ყოფილიყო რაღაც ეს სექტორებიდან რაღაც ესე მოაწყვეს ბავშვების ისა რა და ეგზალტირებული ბავშვი მე თვითონ გაჩერდით კაცო სადმე დიხარ დასაკეთებ და ჩვენ არაო ის უცების პედაგოგი იყო თუ ვინ იყო რაღაც ამათ გამოვყავი გავაჩერე რა და ესე რაღაცნაირად ეს არის ყოვლად მიუღებელი ჩემთვის რა როგორც მგლისთვის რომ მე მადლობას ვეთქვი სომეხ გულშემატკივარს და ბოდიშსაც მოვიხდი კაცო ესეთი რამეს ვის გაუგია რომ იქ იყო შეიძლება პროვოცირებაც იყო იქით ამ ხრიდან მაგრამ ჩვენ აგერ საბერძნეთის მოიგო საქართველოს ეს ხო ისტორიული გამარჯვება იყო მაშინაც ვიყავდი ყველა ვეხუტებოდით ერთმანეთს ვეფერებოდით მე ქუჩაში ყველა ერთმანეთს ვეფერებოდით რა ბერძნებისთვის არავის არაფერი უკადრებია და როგორ შეიძლება რომ საქართველოში ეს ხომ ვინც ეს გააკეთა მან ხომ ჩვენ მოგვაყენა შეურაცხყოფა ჩვენ გულშემატკივრებს ვინც ნამდვილად მისული ვიყავით და სირცხვილი ყველა ვიძახდით ამას მათ ქმედების გამო და აი ესეც საყურადღებოა რომ ესე გინებით როგორ შეიძლება ბავშვი იგინებოდეს რა და ჩვენ ამაზე არ გქონდეს მათთან ესე იგი რაღაცნაირად საუბარი რა ხო ბავშვი არ შეიძლება იგინებოდეს შვილი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ რა ამდენი ბავშვი ერთად რომ ვინ შეკრიბა არ ვიცი რა იყო და ერთი სიტყვით აი ამაზე ყურადღება მისაქცევი და ბავშვები გვერდში უნდა ყავდეს და წინ არ უნდა გავიძღვანოთ რაღაცა ცუდ საქმეს და მეტი ციცით რა არის განსაცდელი როცა არის წმინდა მამები ამბობენ ბავშვები ალოცეთო ოჯახში აი რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ბავშვები იდგნენ ლოცვის დროს რომ გაჭირვების დროს ჩვენ ცოდვილები ვართ ბავშვები სუფთები არიან ბავშვების ლოცვას იცმენს ღმერთი და ბავშვები უნდა დააყენო და ისინი უნდა ალოცო ავედრო და ღმერთი მათსაც ისმენს როგორც წმინდანისას ისმენს ისე ისმენს ბავშვის ლებედრებას და ბევრ მამას ღვთის ნება უთხოვია ღვთისაგან რომ გამომიცხადეო და ბავშვისთვის უკითხია და ბავშვი რასაც ეუბნებოდა ის გაუკეთებია წმინდა მამებზე მაგ ლაპარაკი და ეს არ შეიძლება ამ ბავშვების ესე იგი ეგზალტირება რა იმათ ხო არიციან რა გააკეთონ და ჩვენ უფროსები რო ვართ ის კი არ უნდა ვანახოთ მათ სიგარეტის მოწევა რაღაცა თითქოს 21 საუკუნეში ვცხოვრობ მილიონებს ვიხდით ჯანმრთელობის გამო
ჩემთვის ეს გაუგებარია, ხო? აი მილიონებს ვიხდით მართლა, რომ ადამიანი ვიყო ჯანმრთელები და ამ დროს დგავარ და აი ეს მავნეჩვევა, სიგარეტის მოწევა, საშინელება, მე ამით ხო ვიავადებ თავს, მე მილიონებს კიდე ზემოდან იხდი, რომ ერთი დღე გაიხანგძლიო ადამიანმა და სად არის შენი გონიერება და გარდა ამისა, რომ მამა ხარ შენ და მაგალითს უნდა აჩვენო, ეს ხო პირველი პროტესტია უფლის წინაშე, პირველი აჯანყებაა. ღვთის საწინააღმდეგოდ. მე ამას მოყვება სხვა რაღაცეების მოწევაც და სხვა ისინი და შესაბამისად კი, არა, შესაბამისად ჩვენ გიო ეს პრობლემა, ნარკომანია პრობლემა. ხო. ნარკომანია ძალიან დიდი პრობლემა. აქედან იწყება. სიგარეტით იწყება. ხო, ანუ შეიძლება ეს ყველაფერი გავადოთ, ეგრე შეიძლება ვიღაცას გამოხედვით რაღაცა მოხდეს სასწაული, მაგრამ ანუ ჩვენ ანუ მინდა რომ უფრო სხვანაირად, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი დრო დადგეს მამაო, რომ სიგარეტის მოწევა იმასკენ არ ქვია, სანატრებელი გახდეს ისეთი რაღაცები მოხდეს, ეგერ დღე დაღამ ვიღაცები კვდებიან ადამიანები, ვიცი რომ საშინელება. აქედან იწყება. ვიცი რომ ხო, აი ეს აქედან იწყება. საშინელება. ეს აი ყველაზე ცუდი რაც ხდება რომ მაგალითი არ არის. ჩვენ კი ბავშვებს და იმაზე კი იმაშვებით, მაგრამ მაგალითი არ ყავთ ამ ბავშვებს მიხვდით, აი პრობლემა ის არის. აი ჩვენი სპორტსმენები არიან მაგალითი. ხო, მაგრამ ანუ აი სპორტსმენებიც მინახია, მამაო, ძალიან ბევრი რამე დაუშავებთ, ხა იგრებ, თლა ხო ხდებით, ანუ ჩვენი მაგალითი უნდა იყოს ქრისტე, პატრიარქი და ეგეთი, მაგრამ რაღაცა საზოგადოება, რაღაცა არიან ადამიანები, რომლებიც ეს ადამიანები ამას ერჩიან, ეკლესიას თუნდაც იმას. ხო, პირდაპირ, ხო მამაო. ეხა ეს სპორტსმენები არიან დღეს არიან ხვალ არ იქნებიან. ეკლესია სულ არის, სასულიერო პირები სულ არის. ხო, ანუ სხვანაირად რო შევხედოთ. ნუ დემონი ერჩის, იმიტომ რომ დემონის ეხა ზნეზეც ხო არის, მამაო. ეხა მე მაგალითად ადამიანები მინახია, რაც არ უნდა მოხდეს, ის არ დააშავებს რა. არის რა ზნის, კაიზნის არის რა. აი ეს როგორ უნდა მამაო, აი ესეთი გამორჩეულები როგორ, იმიტომ რომ აი იცით რა არის მამაო, ეხა ჩვენ ყველა შეიძლება ვაშავებდეთ რაღაც, ეხა მე რომ მომყვეს, ეხა შეიძლება 10 დღე კარგი თვარ, მაგრამ ერთი დღე შეიძლება ისეთ ცუდი ვიყო, მე რომ მომყვეს დაიღუპოს შეიძლება. ხო ხდებით, ანუ მაინც მე არ უნდა ვიყო მარტო ორიენტირი. კი, კაი არის თუ სამაგალითო იქნები ყოველ დღე კარგი, მაგრამ აი ამ შემთხვევაში მამაო თუ შეიძლება მამაო, ამათაც მამაო, ეხა რატო კარგს არ იღებენ? აი მაგალითად რომ ამბობენ, აი მღვდლები ცუდები არიან და ყველას აწყობს, რომ ცუდები არიან მღვდლები. აი რატო კარგ მღვდელს ვერ ნახულობენ? ხო ხდებით? ანუ ვიღაცა პოლიციელი ცუდია სიტყვაზე. აი რატო კარგ პოლიციას ვერ ნახულ, რაღა პოლიციას მივადგენ სიტყვაზე მამაო, ხო ხდებით? მამაო, აი თუ შეიძლება მამაო, აი ამასთან დაკავშირებით რა. აი როგორ უნდა თვითონ ამ ბავშვების აზროვნება როგორ უნდა იყოს ისეთი, რომ მე რო კაცო იმ ხიძე გადავალ, შენ არ გადმოხვიდე, შეიძლება მე დავაშავო, ეხა. არავინ არ არის მამაო, ისა რო ქვია, დღეს რაღაცა დაზღვეული იმისგან რომ არ დააშავებს, ხო? დიახ. აი ამათი ცნობიერება მამაო, როგორ ავწიოთ? აი თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რა არის ჩასატარებელი იმისათვის, რომ ეს ადამიანი შე რომ მაგალითად ეწევი და ეს რო ცუდია ის ისეთი დებილი არ იყოს, რომ მიხვდეს, რომ ეს ცუდია. მიხვდით მამაო? ხო და აი ჩვენ ზუსტად რომ მაგალითად მამაო, კარგი გონიათ. განა შე რო ცუდ საშავებ, ეს მომენტი ამას იმაშება. ამას ეს გონია რომ შე რო აშავებ, ეს კარგი არის რახანც ესაკეთებს და გონება რო გქონდეს, ხო უნდა მიხვდე რომ არ არის ეს კარგი შულო, აი ეს არის კარგი, მიხვდით? მათი გონება ესე როგორ უნდა გაიხსნას და რით, მამაო, თუ შეიძლება. აი მაშინ ზოგჯერ მიწევს ხოლმე ვარშავაში გადაფრენა გადმოფრენა და იცით აი მაშინ იაპონელების ჯგუფს როცა შევხვდები ხოლმე ძალიან საინტერესო ურთიერთობები აქვს ამ ადამიანებს. აი უბრალოდ დიდხანს იცით როგორი დახვეწილი ურთიერთობები აქვს და აი როცა რაღაცას თქმას აპირებს ვიღაცა მოხუცი კიდე უფრო მეტ მოხუც და რომ მიდის, ესე იგი მრავალჯერ თავს უხრის რა. აი ესე რაღაცა და ესე იგი ამას რომ უყურებ კაცო, ეს ხალხი ესე იგი 25 საუკუნეში ცხოვრობენ თავიანთი ესე პროგრესით, ხო? სად 200-300 წლით გვისწრებენ იმ ისეთ ტექნოლოგიებში არიან, მაგრამ როგორ კარგად ინარჩუნებენ თავიანთ კულტურას რა. ჩვენ ხო ეს ჯერ კიდე გვაქვს. ჯერ ხო ჩვენ გვაქვს ეს წესი, ადათი, თამადას წესი, ხო? ჩვენ ხო გვაქვს უფროსი და უმცროსი, ოჯახი გვაქვს. ოჯახი არსებობს საქართველოში, მადლობა ღმერთს, თაობებია. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივისცემა ვისწავლოთ რა. შვილებმა უნდა ისწავლონ მშობლის პატივისცემა. რა თქმა უნდა, პატივისცემა უნდა იყოს მშობლებისაგანაც, შვილებისადმი და ყველასადმი. მე მახსოვს, აი ბავშვი ვიყავი და უფროსი თაობის ხალხი, ბაბუას ტოლი ხალხი დგებოდა და 5 ჯერ რო ჩაგევლი
მოგზაურებული და პატარა ბავშვი ვიყავი გიო აფხაზეთში ვიძახი რა ჩემს გულურიბში 4-ჯერ 5-ჯერ ქუდს ადგებოდა ქუდს მოიხდიდა მამა იოაკიმე ასათიანს მოესწარი რამდენჯერაც აი სასულიერო პირობაშიც კიდე მაშინაც კიდე ცოცხალი იყო მგდელი რო გავდა რამდენჯერაც არ უნდა მივსულიყავით მამა იოაკიმეს სულ თავს ვალოცინებდი მგდელი რომ ვიყავი მამაო დამლოცე მეთქი და ეს ყავარჯრებით მოსული კაცი დადგებოდა ფეხზე და ესე დაგლოცავდა გემრიელად და აი გადაგსახოდა ეს მოხუცი კაცი დგებოდა და ისეთი შეწუხებული ვიყავი ამ კაცს რომ უხდრები და იმხელა მაგალითი იყო ის შემთვის რომ აი და მონასტერში იყო ერთი ბერი მე ერთ დროს ცხოვრობდი მონასტერში და ისა ფიქრობდი მეც რაღაცა მაგრამ მე ერისდელი გავხდი და ესე იგი ის ბერი ესე იგი არასდროს არ საუბრობდა ტრაპეზის დროს ხო და ისა მიკვირდა რომ ისე საუბრობდა ხოლმე ჩემთან და იქ არ საუბრობდა და კაცო მეთქი რატო არ საუბრობდა და იცი რაო ესეთი მე რომ მოვედიო მონასტერში მითხრესო რომ სიმდაბლეს უნდა მიაქციო ყველაზე მეტი ყურადღებაო ხო და რასაც გეტყვიან უნდა გააკეთო აი ეს წესიაო რა ამას თუ არ გააკეთებო მონასტერი ხო და იმ დღიდანო მეო არასდროსო არ ვლაპარაკობო ის ხალხიაო აქ სულ ყველაო და მე რომ მოვედიო ახალი ვიყავიო და მე ისევ ახალი ვარ რა მე იქ ვარო პირველ დღეს მე არ იცი რა გორო არ დამივიწყებიაო პირველი დღეო და მე ყველასადმი მაქვსო ძალიან დიდი პატივისცემა რომელიც ვცდილობ რომ ვქონდესო რომელიც ქონდაო პირველი დღიდან აი ამიტომ დიახ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ძალიან ესე იგი საზოგადოება ჩვენ ძალიან მოკრძალებული უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა ქართული მოკრძალება ბატონო თავად ბატონო გენაცვალე მგვაქვს სიტყვა გენაცვალე ეს სიტყვა მამა სპირიდონი არის ანტონ მარტყოფის მონასტერში მსვეტზე მოღვაწეობს სულ გენაცვალეს იძახის და ბავშვები მაგის შემხედვარეთ ჩემი ბავშვები სახში იძახიან გენაცვალე და ეს რაღაცა შენ გენაცვალე კილოთი საუბრობენ და მე ვუთხარი მამაოს და მამაო მითხრა რომ ამაზე კარგი რა უნდა იყოსო მამაო რომ ბავშვიო შენ გენაცვალეს ლაპარაკობსო ეს ხოლმე ამაზე სიტყვაო და რას იძახიან ბავშვები ქუჩაში მაგას ქუჩის ქალებს ეძახოდნენ მაგას რაღაცასო ეძახიან ერთმანეთს აი შენ ჩემა რაღაცას ეს არის შეურაცხყოფის უმაღლესი დონე როგორ შეიძლება კაცი ამას ეუნებოდეს კაცს და საკუთარ დედას ზემოდან აგინებდეს რომ სიმართლე დაუმტკიცოს კაცს თავისი ეს არ ვიცი ეს რა არის ეს რა გახდა ეს ხო არის დემონიზირება ესე იგი ადამიანის და საზოგადოების და ეს როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს ბატონო და თავად ბატონო აი ესე ბატონ ჩქიმ ბატონია ასე სამეგრელოში ესე ამბობდნენ როგორი მოგზალება ქონდათ როგორი დარბაისელი ხალხი იყვნენ როგორი ნიჭიერი ხალხი იყვნენ ხელის მოწერა არ იცოდა ბაბუაჩემა იმის კალმის არით ხელის წერდა ჯვარსვამ არ იცოდა მაგრამ უგანათლებულესი კაცი იყო, მოკრძალებული კაცი იყო, გამარჯვების გარეშე კაცარჩაული და ყველა ერთმანეთისადმი როგორი მოკრძალ, როგორი პატიოსნება იყო, ხო? ჩვენ ხო ეს გვაქვს ჯერ კიდე შემორჩენილი. აი მას უნდა მივაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება და თუ გინდაო, ესე ამბობენ მამები. პირდაპირ რომ საზოგადოება არ იგინებოდესო, მას გინება არ უნდა ასმენინო. ეს არის აი 2x2 4. არ შეიძლება საზოგადო მოღვაწე გამოდიოდეს ტელევიზიით. ეს არის დანაშაული კრიმინალია ეს მე მინდა გითხრათ რა. და იგინებოდეს. კაცო, როგორ შეიძლება ადამიანი ტელევიზიით საერთოდ როგორ შეიძლება? რო ადამიანი მიტინგზე გამოდიოდე და იგინებოდე ხალხს ელაპარაკები. საზოგადოებას მიმართავ. და იგინები კაცო, ვის გაუგია ეს, სად გაუგია, სად გაიზარდნენ, ვინ იგინებოდა? ზვიად გამსახურდია იგინებოდა, მერაბ კოსტავა იგინებოდა, თუ გიორგი ჭანტურია იგინებოდა, თუ იაკობ გოგებაშვილი, თუ ილია ჭავჭავაძე, თუ ვინ იყო, ვინ იგინებოდა, რომ სად ისწავლა, სად გაიზარდა ეს ხალხი, სად ვინ ასწავლა ეს ყოველად მიუღებელი, ამაზრზენი. და ეს არის საზოგადოების, ესე ვთქვათ, გახრწნა. აი აქედან იწყება საზოგადოების გახრწნა. ყური ეჩვევა მე სპეციალურად. არაფრით არ შეიძლება და ჩვენ უნდა ვიყოთ მოგზალებულნი. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ ძალიან აი ყურადღებიანი, ფრთხილი და აი მოგზალება გიორგი, მე თუ დავკარგე თქვენ და მე მოგზალება. გზალულება, რა თქმა უნდა. მე პირველ დღეს რო გნახეთ. ის მდგომარეობა სხვათა შორის
ეხა უფრო მოგზალებული ხარ ვიდრე პირველ დღეს. გახსოვს პირველ დღეს ვიკამათ. ვიკამათ. თავიდან რო გაგიცანი. ნუ ესე ხო. იმიტომ რომ მე მართალი ვიყავი, ხო მაშინ თუ არ იყო ეგრე. მე გარკვეული დროის სერაფიმ საროველთან დაკავშირებით. გახსოვს. ნუ მე ვარ დევნილი ადამიანი. ხო. და ჩემთვის აფხაზეთი არის პირველ ადგილას ყოველთვის. და მე ძალიან მიყვარს ყველა წმინდანები, რუსი წმინდანები, მაგრამ აი ძალიან გული მტკივა გიორგი, ძალიან გული მტკივა ჩემს აფხაზეთზე. ძალიან გული მტკივა, როდესაც მესმის, თქვათ, რაღაცა სწავლებითი ნაწილში ჩემი მართლმადიდებელი რუსი მღვდლების და ყველაზე დიდი დაჩაგრული საქართველოს ეკლესია არის პატრიარქი იქ ვერ მიდის. მღვდლები გამოყარეს, მოგვიკლეს, მოხდა 300,000 კაცის გამოდევნა საკუთარი სახლიდან, ეს მოხდა შეგნებულად, რომ ეს ადგილი არც აფსუებს არ დარჩეთ და შეერაღებული ძალების საკონტრაციო ადგილად ჭირდებათ ეს და ვერასოდეს ვერ მოხდება ჩვენი შერიგება სანამ ქართულ მიწას არ დააბრუნებს რუსეთი თავის მოძმე მართლმადიდებელ ქვეყანას. გამორიცხული ამბავია. ქართველი არასოდეს ვერასოდეს ვერ შეურიგდება ამას და ჩვენ დიპლომატიურად, რა თქმა უნდა, კულტურულად ვაკეთებთ ამას და როგორც ლამაზად ვაკეთებთ, ის უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შეიგნოს ჩვენმა რუსეთმა, რომ არ შეიძლება საქართველოს წაართვა მიწა. საქართველოს არასოდეს აფხაზეთი არ ყოფილა რუსეთი. აფხაზეთი არის გული საქართველოსი. და ყველას დაასწრეს აფხაზმა მეფეებმა ქართულ ენას ემსახურებოდნენ. ქართულ იმდენი ლაპარაკეთ პროპაგანდა. ქართულ ენას ემსახურებოდნენ. ქართულ გვირგვინს ემსახურებოდნენ და მთელი მათი 200 წლიანი აფხაზი მეფეების მეფობა იყო დასავლეთ საქართველოს გაერთიანება ერთ გაერთიანებულ საქართველოს გვირგვინში და იმიტომ იწოდება მეფე აფხაზთა ქართველთა გაერთიანებული მეფეების ტიტულավորებაში რომ ყველას დაასწრეს. და იმას რა ქვია ბაგრატს პირველებმა დაადგეს საქართველოს მეფობის გვირგვინი. ამო დრო ცოტა ძალიან დიდი მადლობა ესეთი ლამაზი საუბრისათვის მართლაც და არ მინდა რომ მე აი მამო რა არის იცით რა აი ყველაფერი ახლა ამ ქვეყნად იმიტომ მიერევა რომ ადამიანმა ისწავლოს ზიზღი. აი ხა თქვენ რასაც საუბრობთ ის არის ანუ იმ აი თანამედროვე თაობაზე რომ იგინებიან რაღაცა ეგ არის ზიზღი მამო. ეხლა მაგალითად შეიძლება ვიღაცა იცავდეს სიმართლეს. აი მაგალითად თქვენ ეხლა რო თქვით რომ აფხაზეთი არის საქართველოს სიმართლე არის და ძალიან მართალი ხარ და გეთა რა თქმა უნდა ხო მაგალითად ანუ ტერი უნდა იყოს საქართველოსი რომ ეგ არ თქვა. ნახეთ მაგრამ ჩვენ თუ აქ ვისწავლით ზიზღს შეიძლება ეს ჩვენი სიმართლე იყოს უკვე მეორე ხარისხოვანი. იმ სიმართლეში ცოდვა შეიძლება გაგეპაროს. მაგას ვამბობ. ამიტომ ხილათ არის საჭირო გასაკეთებელი ყველაფერი. რაღაცა გარკვეული სიმართლის უკან გამოგვეპარა. მიხვდით აი მაგას ვამბობ მამო. ჩვენც აი თუ გახსოვთ მამო ხშირად ხდება ხოლმე ანუ ჩვენ რაღაცა ჩვენთვის მიუღებელი უნდა იყოს. ოღონდ ეს ისეთ ზიზღამდე არ უნდა მივიდეს რომ ის ადამიანები რომ მოვლენ ჩვენ მაგალითად მათი სიკვდილი გვინდოდეს. მიხვდით? აი მაგალითად აი ნახეთ აი ჩვენთვის მიუღებელი არის რომ ვიღაცამ წაგვართვა აფხაზეთი. მაგრამ აი ყველაზე ცუდი ადამიანი იქიდან რომ მოვიდეს შენთან და რომ კლავდეს ვიღაცა ან პური უნდოდეს შენ უნდა მაინც დაეხმარო. ეს არის ჩვენი ვალდებულება, მაგრამ ნახეთ მამო ჩვენ როცა გვექნება მათი ზიზღი ამ დონეზე ვერ შევძლებთ ამას. მიხვდით? აი მაგალითად თქვენ რო იყოთ ექიმი მაგალითად და მოვიდეს ყველაზე ცუდი რუსი, რომელიც არის ჩვენი მტერი. იმას ოპერაციას არც გაუკეთებდა, რომც მოგიკვდეს არც გეწყინება, გაგიხარდება. იმიტომ რომ შენ აი ნახეთ მამო, აი ნახეთ ფაშიზმია. მაგას ვამბობ, ზიზღს მივყავართ აქამდე. მიხვდით? აი მე მაგას ვამბობ, ეხა ის ახალგაზრდები რო იგინებიან. შეიძლება რაღაც ნაწილში ვიღაცამ შთააგონა რომ მართლებიანი. აი რაღაც ნაწილში თქვენ მის ხალხში 0.1%-ში ან 100%-ში იყვნენ. თუ გინდა მაგის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ იმდენად ცუდად იცავენ თავის სიმართლეს, რომ მათთან დგომა ფიზიკურად არ მოგინდება. ხო ხდებით მამო? აი მაგას ვამბობ, ანუ აქ თუ მე ზიზღი არ მექნება და აი მამა დავიც ეხა მაგალითად რაღაცის თქმა მიდოდა თქვენთვის. თუ ამას ჩემი სიყვარულით გეტყვი რომ ჩემთვის ყველაფერი ხარ და მინდა რომ აი ეს სიყვარულით მოგიყვე მამო, უკვე ამას აზრი ექნება ჩვენ შორის ამ დიალოგს და თან ქრისტე იქნება აქ. და თუ ეხა დემონი იქნება და მე თქვენ გედავით არა საფრანგეთი ჯობია ვიდრე იტალია თქო. ანუ აქ თუ ეშმაკმა მოგვიცვა ყველა ხო აი რა მნიშვნელობა აქვს მე რა ჯობია. უკვე ჩვენი ბრძოლა იქნება დემონიზირებული. აი თქვენ რომ ამბობთ იგინებიანო რაღაც დაამტკიცონ. ხო სიმართლეს უმტკიცებს. აი მეუნება რომ კი ეს არის მწვანე. შეიძლება უმტკიცებს მართლაც, მაგრამ რო იგინება უკვე ამ ყველაფერს ამ სიმართლეს წყალში ხრის. ხო მიხვდით მამო? აბარა.
ხო და ის შეიძლება აი ეს მომენტი არ მინდა რომ უბრალოდ რაღაცნაირად ზიზღად იქცეს რომ თუ ჩვენ გვეცოდინია მამაო ზიზღი ერთი ნაბიჯი აი ზიზღს კარი თუ გაუხე შეიძლება ხვალე მოვიდეს შენ ოჯახის წევრამდე ხვალ დღეს გეიზღება რუსი ხვალ შეგეიზღება კახელი ზეგ შეგეიზღება მეგრელი და მასზე შეგეიზღება აგა შენი ბიზაშვილი ანუ თავარი აი ამას არ უნდა გაუხო მამაო გველი არ უნდა გველს არ უნდა გაუხსნა გული მაგას ვამბობ მამაო თორე განა იმიტომ მე კი არ ვიცი როგორ შეიძლება ტერი დაიცვა არანაირად არავის არ დაუცვა კირიონ კათალიკოსი წერდა ბუდელს აქ ერთს რომ ჩვენ დეკანოს ესე იგი დამავიწყდა მისი სახელი დეკანოზის რომ ისაო მთელი რუსეთი მომატარესო თვითონ არ არიანო ნამყოფიო ნახე რასაც წერს პატრიარქ კათალიკოსი და ერთი მონასტერი მეორეში გადავყავართო და მთელი ციმბირი ისა მონასტერი მომატარესო და სადაც შევხვდებიო ყველგან ვიძახიო გრუზინსკა ავტოკეფალია ამინო რა უნდა აღდგესო რა და ყველგან ამას ამბობდა და იყო რომ ვიკაძო არ ბოლო დღემდე ვერ ჩამოვიდა ხო იცით არა არჩევნების როცა ავტოკეფალია გამოაცხადეს არ იყო ჯერ კიდე აქ ჩამოსული იმაში რა ქვია საქართველოში ჯერ კიდე იმაში იყო სილკაში იყო იმაში გადასახლებაში ხო და აი რისი თქმა მინდა რომ ჩვენ მუდამ მე როცა ხვდები ჩემ რუსმებს სულ ვეუბნები რომ საქართველოს მიწა არის აფხაზეთი ეს ამას განხილვას არ ექვემდებარება არასოდეს არ გეგონოთ რომ მით უმეტეს თქვენი არ არის რა თქვენ საერთოდ სადიყავით აფხაზეთთან რა კავშირი იქ ყველაფერი ქართულია ქართული მიწა-წყალია და შესაბამისად ეს იმას არ ნიშნავს რომ მე პური არ გავტეხო მასთან ერთად და არ მოვეფერო ბევრი აფხაზეთშიც გვიყურებს მამო იქ ციხეში გვიყურებს ბევრი მწერს ძალიან იქით რა ხო აი მოკითხვა მინდა მართლა იმ მთელი გული და სულით გადაბ იცით რამდენი მწერს მამო და აი ბენაცვალე ყველა რუს აი მე მინდა მათ მადლობა გადაუხადო აი თუ საჭირო თუ შეიძლება რუსულადაც გადაუხდი რომ ვინც ამბობს кто говорит что Абхазия это Грузия я люблю всех вас русских ყველას გენაცვალეთ дай бог вам здоровья кто говорит что это истина ეს არის ქართული მიწა კაცო მე რა ეს არის სიმართლე კაცო ეს სიცხადეა და ყველა რუსი უნდა გამოვიდეს და თქვას და ვენაცვალე ყველა რუს მღვდელს და ერისკაცს და ყველას ვინც ამბობს რომ აფხაზეთი არის საქართველო არიან ბევრი სასულიერო პირები როგორ არიან და მიყვარან მე მაგენი მიყვარან აქ ვინც არიან ჩამოსული აბა იმ რეჟიმს გამოიქცნენ კაცო და ამიტომ ეს არის იმ ბოროტების საწინააღმდეგო ქმედება კაცო რომ ის კი არ არის სიმართლე რომ ლენინი აქო და ლენინის მიმდევრები ვინც ლენინი და ქრისტიანობა როგორ არის შეთავსებადი თავსებადი რო არის იმიტომა დღეს აქეთ რო გამოგყარეს აგერ და გათავსებადობა ლენინსა და ქრისტეს შორის ესე იგი წარმოიდგინე რომ იქ სერგიევა პასადი არის ეს არის გული რუსეთის ლავრა ხო სადაც სერგი რადონეჟელია და იქ სერგი რადონეჟელის საფლავი აქვს აქეთ გამოყვა და ლენინის მოედანზე ლენინია კაცო ეგრე დავბძანე მე ვუთხარი ერთხელ ვიყავი ერთი 10 წლის წინ და ეს მე ვუთხარი როგორ თქვენ ქრისტიანობა როგორ ითავსებთ ამას მე ვუთხარი საერთოდ ახლოს არ ახათ ქრისტიანობას როგორ შეიძლება ეშმაკი ძეგლი ვინც მოკლა ნიკოლოზი მეფე იმის ძეგლი გედგას რომანოები და იმის ხატი გეკიდოს ნიკოლოზის იქ მეთქი და თქვენი ქრისტიანობა თუ გალავნის მიღმა არ ცელდება თქვენ ძალიან სუსტი ქრისტიანები ხართ მეთქი ეს უთხარი ჩემ ძმებს არა ვენაცვალე და ის სტარცები ამბობენ კაცო ამას ამბობენ და სერაფიმე საროველი იყო ის ადამიანი რომელიც ამბობდა რომ საქართველო არის პირველი წილხდომილი ღვთისმშობლის და რომელიც მაგ დღეს ხარ დაბადებული მაგ დღეს ვარ დაბადებული პირველად მაშინი ხო გახსოვთ მაგაზე ვიკავ და მე მაშინ აი რაღაცა მეც მდგამდინა ბიჯებს რომ სწორად შემეხედა მიჭირდა გიო ის რამდენი ათეული წლების წინ იყო ხო და მეც მიჭირდა რა ახლა როგორია დევნილი ხარ გიო შენ სახში ვერ მიდიხარ მამის სახში ვერ მიდიხარ კაცო ბაბუა ჩემის საფლავზე ვერ მიდიხარ ძნელია რა ეს ადამიანისთვის ეს ყველაფერი მიიღო ხო აი დედას რომ მოგიკლავს კაცი ესე უცებ როგორ ჩაეხუტები იმ კაცს ხო ისე ვიყავი მეც რაღაცნაირად აი რაღაცა მიჭირდა რაღაცა ხო ვერ ვიტევდი რაღაცას და შესაბამისად ისა და ახლა ეს ყველაფერი ჩემნა ცოტა ადვილია ლაპარაკი რა მართალი ხო აი როგორია აბა არ შემოგიშვა თბილისში აბა 1-30 წელი ვიღაცა დადგეს აქ და არ შეგიშვას რა ხო გაუგებარია და თან იმათ შვილებს აგღებულობდე თბილისში ეფერებოდე აჭმევდე ასმევდე ვინც ჩვენ სახლებში ცხოვრობენ იმათ ვკურნალობ ჩვენ აქა
უფასოდ ქართველი როგორი ქრისტიანი აი ეგ არის ქრისტიანობა და იქ ჩვენ საფლავებზე არ გვიშვებენ ჩვენი ბაბუების და ეს არის მათი სიყვარული? სად არის? მაგრამ სად არის ეგ სიყვარული და სად არის ის სიყვარული არ შეიძლება ცალმხრივი იყოს. მე სულ გეფერებოდე როგორ შეიძლება კაცო აქ მოდიოდე შენ შვილებს მე უპატრონობდე და შენ ჩემს სახლში არ მიშვებდე ეს ხო არა არ შეიძლება და უნდა გამოასწორენ აფსუებმაც და ის რუსის ჯარი თავის სახლში უნდა წავიდეს და დადგეს იქ სადაც ფსოუს საზღვარზე იდგა ისტორიულად და აღდგება ჩვენ მაშინ აღდგება ჩვენ სახელმწიფოებს შორის სიყვარული ისეთი როგორიც უნდა იყოს მეზობლებს შორის გაიხარეთ მამა ბედნიერებას გის ყველაფერი კარგ გისურვებთ მამა თქვენი პოლიტიკური მოსაზრებები ზუსტად იციან ყველა ჩემამსმენელმა თან თქვენი სტატუსების გამო ხშირად ხდება ხოლმე რაღაც სასწაულის სტატუსები ბედნიერებას გისურვებთ მამო ძალიან მიყვარხარ და ყველაფერი კარგს გისურვებთ სხვათა შორის აი შეიძლება რაღაცა ცუდი ხდება ხოლმე ამ ქვეყნად მაგრამ აი აფხაზეთში მე მერჩენ რომ გამეცანით მაგრამ თქვენ რო აქ ხარ თქვენ რო სასულიერო პირი ხარ თქვენ მამა გაბრიელს რო იცნობდით ხო აი იმ დიდი ტკივილის შემდგომ მოხდა არ არსებობს რაღაცა ტკივილები რაღაცა შეიძლება დაკარგოს სადღაც შეიძენ და ასე შემდეგ შეიძლება თქვენ მღდელი არც ყოფილიყავით რომ სიტყვაზე აქ არ მოხვედრილიყავით იქ მამა გაბრიელთან მოხვდით შემდგომ აფხაზეთის დაკარგვის შემდგომ და ასე შემდეგ ბევრი აი ძალიან ბევრი რამ არის იმის გამო რომ ჩვენ ძალიან დიდ ცოდვებში ვართ და ეს თავარია რომ აი ამ ჩვენმა თელმა ტკივილმა დაგვანახოს ჩვენი თავის სიპატარავე და ჩვენი ცოდვები მაგრამ რითაც დაიწყეთ თქვენ და ჩვენ ცოდვების ბრალია თორე ერთი წკაპი უნდა და ის ყველაფერი დაგვიბრუნდება აბა ჩვენ გამოსწორდეთ მაგრამ რო ხედავს ღმერთიც ზემოდან რომ აი ესეთები ვართ ერთმანეთის ზიზღით ვართ ავსილი და გაბერილი აი იმიტომ აი რომ ცოტა ხანი თავს გავს მაგრამ ზუსტად ვიცი რომ აუცილებლად გაბწყდება იბერია და აუცილებლად გაერთიანდება დიდი მადლობა მამო ამისათვის და ბედნიერებას გისურვებთ ყველა პატიმარს მინდა რომ განსაკუთრებულად მოგეფერო თქვენ ხართ ჩემი რა ვიცი ჩემთვის ყველაფერი ხართ როგორც აი ამ ადამიანებისთვის არის აფხაზეთი და აი ეს ადამიანები ვინც ემიგრაციაში ხართ ყველანი ხართ ჩემთვის ძალიან ძვირად ღირებულნი აი თითოეულ თქვენთაგას მილიონში არ გავცნი იმდენად მიყვარხართ ბედნიერებას გისურვებთ ყველა საპყრობილებში ყოფ ადამიანს და ყველა უცხოეთში მყოფ ადამიანს წარმატებებს გისურვებთ გემშვიდობით ხვალ საღამოს 8 ნახევრისაც დაგიბრუნდები და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ადამიანებს ვინც ეხეს ზემოთ ზიან ახალგაზრდა ხალხი და აი ეს ეთერი რო გადის და აი მათი მეშვეობით მე თქვენთან გამოვდივარ და დიდი მადლობა ხშირად ვერ უხდი ხოლმე ჩემგან არ უფასდება და მადლობა მინდა გადაუხადო მართლა გულით რა იმიტომ რომ გადაყოლილები არიან თან და მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენზე იმის იქით ზრუნავს რა ბედნიერებას გისურვებ და მადლიერება ვისწავლოთ თავარია ეგ მამა დავით ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩემ ცხოვრებაში მართლა აი მიამაყება რომ ესეთ ადამიანს გიცნობ დიდი მადლობა თქვენ გაიხარეთ კარგად ზანდებოდ თქვენ მრევლს განსაკუთრებით აი ყველაზე დიდი მადლობა იმიტომ სასწაული მრევლი ყავს აი არ ვიცი მე რა დიდი მადლობა ამისათვის გაიხარეთ ბედნიერებას გისურვებთ